მოგესალმებით, მე ვარ ნინი, შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას. როგორ ვიპოვოთ ბალანსი ოჯახსა და პირად ცხოვრებას შორის? რა არის ოჯახის როლი თქვენ ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი. და რა არის ოჯახის როლი თქვენ ცხოვრებაში მეორე ვარიანტი? აირჩიეთ ვარიანტი. პირველი ვარიანტის შემთხვევაში რა არის ოჯახის როლი თქვენ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში? მე ვიტყოდი, რომ თქვენი ოჯახი საკმაოდ დამაზიანებლად მოქმედებს თქვენზე. ეს შეიძლება იყოს რაიმე სახით ზეგავლენა, თუნდაც ენერგეტიკული, თუნდაც ნებისმიერი, ოჯახური პრობლემები, ოჯახური გაუგებრობები, კონფლიქტები. აი ამ როლს ასრულებს თქვენ შემთხვევაში თქვენი ოჯახი. რატომ არის მნიშვნელოვანი ბალანსის პოვნა? თქვენთვის ბალანსის პოვნა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ არ დაკარგოთ სიხარულის, ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება საკუთარ თავთან ან თავად ოჯახის წევრებთან. თქვენ ვიტყოდი, რომ უნდა შეინარჩუნოთ საკმაოდ დადებითი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, რომ ამან თქვენზე არ იმოქმედოს დამანგრევლად და არც თქვენი ოჯახის წევრებზე. გიგრძნიათ, რომ ოჯახური ვალდებულებები ხელს გიშლით პირად ცხოვრებაში. მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად გიგრძნიათ ის, რომ შეიძლება ოჯახური ვალდებულებები, ოჯახური გაუგებრობები ხელს გიშლიდეთ თქვენი პირად ცხოვრების განვითარებაში. თქვენ შეიძლება ცდილობდეთ, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ, გადალახოთ, მთელი ძალით ცდილობდეთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ, თუმცა ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში დაძაბულობა მაინც იგრძნობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ხელი გეშლებათ. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის აზრი თქვენი ცხოვრების არჩევანზე? მე ვიტყოდი, რომ თქვენი ცხოვრების არჩევანზე ოჯახის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თქვენ მეტ კონცენტრაციას აკეთებთ სამართლიანობაზე, იმაზე, რომ ყველა ოჯახის წევრის მიმართ იყოთ ნამდვილად სამართლიანი. შეიძლება აკეთებდეთ ისეთ ნაბიჯებს, რომ არ დაზარალდნენ თქვენი ოჯახის წევრები და ვიტყოდი, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი ოჯახის აზრი. შეიძლება უფროსი თაობის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. თქვენი ცხოვრების არჩევანი თქვენს ხელშია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ და რა არ გსურთ. შეიძლება გაითვალისწინოთ ოჯახის წევრების რჩევა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც თქვენზე უნდა იყოს. როგორ უნდა გაიგოთ, როდის აკეთებთ რაღაცას
თქვენი სურვილით და როდის მხოლოდ ოჯახის მოლოდინების გამო. მე ვფიქრობ, რომ იმისთვის რომ გაიგოთ, როდის აკეთებ თქვენი სურვილით რაიმეს და როდის ოჯახის გამო, ამ შემთხვევაში უნდა დავუკვირდეთ თქვენს ემოციებს. თუ თქვენი ემოციები კარნახობთ, რომ მიდიხართ თქვენი ნების წინააღმდეგ აკეთებთ იმას, რაც თქვენ არ გსურთ და ემოციურად ეს გთრუნავთ, რა თქმა უნდა მიხვდეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ოჯახიდან გამომდინარე მომდინარეობს და არჩევანს აკეთებთ იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ თქვენი ოჯახის წევრები. თუმცა ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი და თქვენი თავარი მიმართულება უნდა იყოს საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ინტერესებზე და თუ თქვენ იქნებით ემოციურად სავსე და საკუთარ ემოციებს მოусმენთ, ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად თქვენს გზაზე წახვალთ და არ გააკეთებთ რაიმეს ოჯახის წევრების გამო. ასე რომ გეტყოდით და უკვირდით თქვენს ემოციებს და აუცილებლად მიხვდებით რატომ და რისთვის აკეთებთ რაიმე ქმედებას. პირველ ვარიანტს დავემშვიდობები. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რატომ არის ოჯახის როლი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი? უბრალოდ რა არის ოჯახის როლი თქვენს ცხოვრებაში? თქვენ ცხოვრებაში თქვენი ოჯახი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საგვარეულო, თქვენი ოჯახური კავშირები, რომელთანაც ხართ საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებული, დიდ ზეგავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს არჩევანზე, თქვენს ბედიღბალზე, თქვენს წარმატებაზე. ასე რომ გეტყოდით, რომ საკმაოდ დიდი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ოჯახს. რატომ არის მნიშვნელოვანი ბალანსის პოვნა? თქვენთვის ბალანსის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიყვეთ თქვენს ოცნებებს, თქვენს სურვილებს, თქვენს გეგმებს და იაროთ თქვენს გზაზე. რომ არ შეგიშალოთ არავინ და არაფერმა ხელი. იმისთვის რომ თქვენი საყვარელი საქმიანობა აკეთოთ. თუნდაც ხშირად არის მომენტები, როდესაც ოჯახის წევრები გეუბნებიან, რომ ის არ უნდა ვაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ და რაც გვიყვარს. მაგრამ ჩვენი არჩევანი ჩვენია და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბალანსის პოვნა, რომ არ მოგივიდეთ დაძაბულობა ოჯახის წევრებთან, თქვენს ოჯახთან და ამავდროულად გააკეთოთ თქვენი საქმე ისე, რომ არ იგრძნოთ დაძაბულობა, იყოთ კომფორტულად და ემოციურად კმაყოფილად. გიგრძნიათ, რომ ოჯახური ვალდებულებები ხელს გიშლით პირად ცხოვრებაში? მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად გრძნობთ პასუხისმგებლობას ოჯახის მიმართ. რაც ვფიქრობ, ეს ზედმეტი ვალდებულებები, ზედმეტი პასუხისმგებლობა ნამდვილად შეიძლება ხელს გიშლიდეთ პირად ცხოვრებაში, რადგან უფრო მეტად ორიენტირებული იყოთ ოჯახზე, უფრო მეტად ორიენტირებული იყოთ შემოსავლებზე, ოჯახის დახმარებაზე, ფინანსურ უზრუნველყოფაზე, შეიძლება საკუთარი თავისთვის დროც კი აღარ გრჩებოდეთ, იმდენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა შეიძლება რომ გქონდეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის აზრი თქვენი ცხოვრების არჩევანზე? ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახის წევრების აზრი თქვენი ცხოვრების არჩევანზე, რადგან მათი ზეგავლენა შეიძლება თქვენში იწვევდეს
კონფლიქტს, ან უბრალოდ მათთან მიმართებაში მოგდიოდეთ, კონფლიქტები ვერ რიგდებოდეთ ერთმანეთში, კომპრომისს ვერ აღწევდეთ და ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ის იყოს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად არანაირი ზეგავლენა არ ექნებოდა თქვენზე, თქვენს ოჯახს. ამიტომ ვფიქრობ, ამ ნაწილს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ნამდვილად არ დაიხარჯოთ ოჯახურ კონფლიქტებში, ასე ვთქვათ, და ოჯახის წევრების აზრით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ. შეიძლება კარგს გეუბნებიან, ან არ გეუბნებიან, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენი არჩევანი ნამდვილად თქვენია. თქვენში წინააღმდეგობას არ უნდა იწვევდეს თქვენი ოჯახის გავლენა თქვენზე. ასე რომ ეცადეთ უფრო მეტად ოჯახური კავშირები გამოიყენოთ იმისთვის, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდონ და არა პირიქით. როგორ გაიგოთ, როდის აკეთებთ რაღაცას თქვენი სურვილით და როდის მხოლოდ ოჯახის მოლოდინების გამო. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თქვენ ამის გაგებაში დაგეხმარებათ ცოტა ხნით განმარტოება, საკუთარ ემოციებთან მარტო დარჩენა, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. თუნდაც რამდენიმე დღით ან რამდენიმე კვირით, შეიძლება წლითაც ოჯახის წევრებისგან შორს ცხოვრება, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ გაარკვიოთ, ნამდვილად იმას აკეთებთ, რაც თქვენ გსურთ, თუ მხოლოდ ოჯახის წევრების მოლოდინების ხარჯზე მიმდინარეობს თქვენი ცხოვრება. ამ ყველაფრის გაგებაში დაგეხმარებათ საკუთარ გრძნობებში გარკვევა და საკუთარ თავზე დროის დათმობა. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ საჯარო გაშლა ოჯახის თემაზე. ველოდებით თქვენს კომენტარებს.